ჯანდაბა. ეხლა ვარ სკუტერით გამოსული. ძალიან მეჩქარება საქმეებზე უნდა გავიდე და დიღომში მოვედი, გადასასვლელი ხიდი არის და ვიფიქრე გადასასვლელ ხიდზე გადავალ, ეგრევე მეორე მხარეს ჩამოვალ და გავაგრძელებ გზას მეთქი. იმიტომ რომ ძალიან დიდი წრის დარყვა მიწევს იმისთვის რომ მოტრიალო და აქ დავფიქრდი რომ ეხლა რომ სუპერმოტო მოყოლოდა რა მარტივად იქნებოდა ყველაფერი გასაკეთებელი და ერთი იდეა გამიჩნდა სუპერმოტოსთან დაკავშირებით. მოტოციკლეტი. ჩემი მოტოციკლეტის მერე ისეთი მჩატი არის, მგონია რომ ველოსიპედზე ვარ, იმენ ანუ ფეხი დავდივარ მგონია. ძალიან კაია, იმენა გასართობად არის უმაგრესი სათამაშო. La 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 Dragi tayo. Dragi tayo. Kuli kami tipe, what are you? ისეთი ბავშვები რო არის რა, ის რაღაცის გაფუჭებაზე და დაშავებაზე რო ფიქრობენ ხოლმე, აი იმენა ეგ ბავშვი არის რა. მოიცა ჯიგარო, მოიცა. ჯერმე მე თქვენ რა. Zafadi roja, ra imena ai. Ar gtqindeba imena da. Okay. Ai, ez არის მანქანა, ნახე რა ლამაზია და როგორ უხდება წითელი ფერი. ძალიან კაია. აგე ჯიგარი, ზოლიდან ზოლში გადმოდის. ვაჩვენებელს რთავს. იმენა, კაცი არის კაცური. მეც წითელი აუდი მყავს და აი ყველაზე მეტად უხდება ეგ ფერი რა, აი ძალიან ლამაზია. საბარგული უნდა ეხა ზევიდა და აი ვაფშე იდეალური იქნება. ძალიან კაია რა. მშვიდობითი არა თუ? კარგად.
ვართ ამოსულები კუსტმაზე. აი ამ ლამაზმანით ჩემოვიკატავებ მთელი ქალაქი ფაქტიურად და მოგიყვებით ჩემს ემოციებსაც და მოგიყვებით მანამდე რატომ გამოიწვია აი ამ კონკრეტულ მოდელმა ესეთი აჟიოტაჟი სუპერმოტოს მოყვარულ ხალხში და ინტერნეტში დიდი ამბავი არის ატეხილი მას მერე რაც ეს კონკრეტული მოდელი გამოვიდა ქარხნიდან. მოდი განვიხილოთ ახლა დეტალურად რატომ მოსწონთ სუპერმოტოს მოყვარულებს აი ეს კონკრეტული მოდელი და გეტყვით რატომ აღვხტოვანი მე თვითონაც. ესე იგი გვაქვს კაიებას წინა და უკანა ამორტიზატორები, რომლებიც იდეალურად მუშაობს როგორც ქალაქში, ასევე ოდნავ გადაუხვევ თუ არა ყველგან ფაქტიურად მე სადაც ვიყავი იდეალურად დამაკმაყოფილა ყველაფერზე. გვაქვს სამუხრიჭე სისტემა, რომელიც არის მართლა ყველაზე მაღალ ლეველზე მდგომი. Brembos masteri გვაქვს, ასევე გვაქვს Brembos support-იც. წინა და უკანა კბილანა გვაქვს 15-53-ზე, 520-იანი ცეპი არის, 17-იანი რა თქმა უნდა სუპერმოტოს როგორც შეეფერება დისკები ორივე. ასევე გვაქვს ყველაზე მეტად აღსანიშნავი რაც არის აკრაპოვიჩის მთლიანი გამოსაბოლქვის სისტემა. ქარხნიდანვე, ანუ მოტოციკლებზე როგორც კი მიდიხვალთ შოურუმში, ჩვეულებრივად აი ეს დეტალები დაგხვდებათ უკვე გამზადებული მოტოციკლებზე და აღარ მოგიწევთ დამატებით ამ ყველაფრის შეძენა იმისთვის რომ გაიმხიარულოთ თქვენი მოტოციკლებით კატაობა. მოკლედ ეს ყველაფერი უკვე მზად არის ამ მოტოციკლებზე, შეგიძლიათ შოურუმში მიხვიდეთ, დაჯდეთ და პირდაპირ გაგაზოთ ეგრევე შეჯიბრზე. რა გვხდება ძრავში? გვაქვს 478 კუბური სანტიმეტრიანი ძრავი, 6 ჩქარიანი, 4 ტაქტიანი, წყალზე გაგრილებით რა თქმა უნდა, რომელიც გვაძლევს ძალიან მაგარ გართობის საშუალებას. წონას რაც შეეხება ამ მოტოციკლეთის მთელი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა წონამ. მთელი მოტოციკლეტი აი ამ ყველაფრით, ყველა დეტალით აღჭურვილი არის სულ რაღაც 123 კილოგრამი და ამას მართვაში გრძნობთ ყოველ მეტრში. ისეთი ფაფუკი არის და ისეთი ჩატი არის სამართავად, რომ აი გონია რომ ზედა არ ზიხარ მოტოციკლზე და უბრალოდ ფეხით მიდიხარ. ლითიუმის აკუმულატორი გვაქვს აქვე რა თქმა უნდა იმისთვის რომ იდეალური წონა ისევ შეენარჩუნებია, ძალიან ჩატი აკუმულატორი. ყველა დეტალი აბსოლუტურად გაკეთებული არის იმისთვის რომ გათვლილი არის იმაზე რომ იყოს ძალიან ჩატე მოტოციკლეტი, რაც შესაბამისად მე გვაძლევს იმის საშუალებას რომ გავერთოთ ძალიან მაგრად. ეხლა გავაგრძელებთ ისე კატაობას, ცოტა ხანი ქალაქში შემოვიკატავებთ და გავჩერდებით სადმე და ჩემს ემოციებსაც მოგიყვებით როგორ გავერთი ამ მოტოციკლეტით. ესე იგი ახლა გავჩერდით კუსტმის ასახოვთან, პატარა მოსაჯდობის სივრცე არის, რეპეტო ქვია, ძალიან გებრიელი ცივი ყავა დაყიდით აქვთ და ვიც მოხვალთ დააგებოდეთ არიდანებთ. ესე იგი დილიდან ვკატავობთ აი ამ შერკოთი, რომელიც ჩვენს უკან დგას, წამოვიყვანეთ ტრანსპორტერიდან დილიდან და მას მერე ფაქტიურად გავაგიჟეთ ქალაქი, ძალიან გამიხარდა, ძალიან მომეწონა მისი ყველაფერი აბსოლუტურად როგორც იქცევა ეს მოტოციკლეტი. პირველ რიგში რაც მინდა აღნიშნო არის მისი წონა, რამაც აი მართლა აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში, იმიტომ რომ მოტოციკლზე რო ზიხარ, გგონია რომ 20 კილოიანი ველოსიპედი არის შენს ფეხებს შორის. იდეალური მანევრი აქვს, ძალიან მაგრად მოყვება ყველაფერში აბსოლუტურად რასაც აკეთებ და მოკლედ ვისაც ეს კლასი მოსწონს, მაგათთვის შემიძლია გირჩიოთ, რომ იდეალური ნომერ პირველი მოტოციკლეტი არის ამ კლასში. ზოგადად სუპერმოტო ჩემი სტილი არ არის, არ მიზიდავს, ნუ ჩემ ბაგაჟში მომყოფება იციან, რომ ჩემი მინდორეობა არის მხოლოდ სპორტბაიკი და მეც არ ვაღიარებ ზოგადად, მაგრამ ეს არის ის მოტოციკლეტი, რომელსაც მეორე მოტოციკლეტად ვიყოლიებდი სიამოვნებით გარაჟში, იმისთვის რომ აი რაღაც პერიოდში ერთხელ გამოვიდე და გავერთო, იმიტომ რომ
მართლა გამხიარულებს, ისეთი მაგარი ვაიბი მოაქვს და გიტოვებს მხიარულებას, რომ მთელი დღე მერე უბრალოდ იღივი და ბედნიერი დადიხარ მთელი დღე. არაფერზე დაბრკოლებაზე აბსოლუტურად არ გავჩერებულვართ, ჩვეულებრივად წავიდა ავედით ყველგან აბსოლუტურად, რასაც მივადექით, გადავლახეთ, ყველაფერი იდეალური იყო მანევრის და ამორტიზირების თვალსაზრისით. მუხრუჭებს არ შევიძლია, არ შევეხო, აქვს იდეალური, არ ვიცი, საოცარი მუხრუჭები აქვს. ბრებოს დამსახურება რა თქმა უნდა ეს რომელიც ქართულად უყედია ეს უკვე აღვნიშნე ამ მოტოციკლებზე და ძალიან მომეწონა მოკლედ რა დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ესეთ მოტოციკლებს გასართობად რომ გამოვიდე ხოლმე. ამ კლასში უამრავი კონკურენტი ყავს ამ მოტოციკლებს როგორიც არის Suzuki, DR-ზე, Husqvarna, KTM, მოკლედ ბევრი მოდელი ყავს კონკურენტად, თუმცა ყველაზე მეტ აღფრთოვანებას ამ მოდელში იწვევს მისი წონა და ის აქსესუარები, რომელიც ქართლიდანვე უკვე აყენია ამ მოტოციკლებზე. აღვნიშნე ზევით როცა ვიყავით გაჩერებულები, რეები აყენია ამ მოტოციკლებზე და ფაქტიურად შეგიძლიათ შოურუმიდან გამოხვალთ თუ არა, ანუ უბრალოდ დიზაინს თუ შეცვლით თუ რაიმე პლასტმასების ვიზუალი არ მოგეწოდება. დანარჩენი ყველაფერი აყენია უმაღლესი ხარისხით და ვერაფერს ამაზებიც ვერ გავუკეთებთ ამ მოტოციკლებს. ჩვეულებრივად დაждებით, წახვალთ შეჯიბრზე, წახვალთ ქალაქში იკატავებთ, მოკლედ არ მოიწყეთ ამ მოტოციკლებით ნამდვილად. ძალიან ყვაყოფილი ვარ, საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ, იდეალური სუპერმოტო არის, ვისაც ეს კლასი მოსწონს მათთვის. მეც შიგადაში შემიძლია გავერთა ხოლმე ამ მოტოციკლებით და არ ვიქნები უკმაყოფილო ნამდვილად მისი მონაცემებით. ეხლა წავიდეთ ცოტა ხანი კიდე ქალაქი დავადუღოთ, გავერთოთ და შემდეგ მივიყვათ ისევ ტრანსპორტერში დავაბრუნებთ. ამ მოტოციკლების შეძენა შეგიძლიათ ბელიაშვილზე ტრანსპორტერის ცენტრში 9800 евро ღირს თუ ზუსტად მახსოვს ეს მოტოციკლები. წავიდეთ ეხლა მოვჯდეთ, დავლიოთ ჩვენი ცივი ყავა ნაყიდით, მოვაჯდეთ ისევ და გავქუსლოთ ქალაქში. აი ამისთვის არის იდეალური ეს მოტოციკლები, აჰა. აბა, წავედი. აჰა. უჰუ! ასეო ტრასაზე ხარ ეგრევე ისევ რა. ძალიან მაგარი როჟა, აიო. ისე ვერთობი. რა მაგარი მანქანაა იქ. აი ის. რა დაწნობია. ვახ დიდი მოტოციკლისტები მოვიდნენ. ჩემი კაი, კიჟები, ბიჭო, რა გული აქვს, ამაზე რო ჯდებია, ჩემ. Paro. Midi dzmao, giheb. Oba, sao. Oba, ciao. Ieno, khiara midi bigaraviti robozro, mimi tsqoveba gixari, ai. Vespa-tio davdior, ხომ მაშინ მაგ ეგ შეგზდება რა? Aro. Wow, ძალიან კაი როჟა რა. გავერთე მთელი დღე მოტოციკლით ძალიან მაგრად. აი, დაღრმობის მომენტს ვაფშე არ გიტოვებს რა. აი, გინდა საქმეებზე იარო, გინდა რა, პროსტა რა გასართობად იკატაო. აი, ძალიან ყვაყოფილი ვარ, სიამოვნებით ვიყოლიებდი ესეც გასართობად. დიდი პლუსი აქვს ის, რომ უბრალოდ გადააწყობ რა რამე იყო სხვა დისკებზე და უცებ ენდურო ყავს. თუ არა და აი ქალაქში მოძრაობ იდეალურად სუპერმოტოთი. არც ბორდეული გაშინეებს, არც რამე კიბეები, ადრაივებს გავსი. მოკლედ ქალაქისთვის არის იდეალური ტრანსპორტი. ნუ ვესპას არ მეჩვენია რა თქმა უნდა. ვესპა ნომერ პირველია, მაგრამ აი ვესპას მერე ქალაქში გასართობად დავაყენებდი ამ მოტოციკლებს რა. ჯიგრი, აბა ჯიგრი, რა საკეთებ, აბა?
აგე მეორე ჯიგარით მოდის. სრული განუკითხაობაა ჩვენ ქალაქში, ჩვენს იმენა ვისაც გავუსწორდება, როგორ გავუსწორდება, საგიჟი ცხოვრობ, გონი ზოოპარკში ცხოვრობს და ვისაც როგორ სად რანაირად როდის იმენა ისე მოძრაობს რა.